ბიძინა ივანიშვილი კონტროლის პალატას დაკისრებულ ჯარიმას 2.700.000 ლარს არ გადაუხდის. ბიზნესმენის ადვოკატი კი ამბობს, რომ უკანონო დაჯარიმების გამო კონტროლის პალატის წინააღმდეგ საჩივარ სასამართლოში შეიტანს. ზაქარია კუცნაშვილის განმარტებით ბიძინა ივანიშვილმა პირადი ანგარიშიდან ფული საკუთარ ადვოკატებსა და კონსულტანტებს გადაურიცხა. ადვოკატის განმარტებით ამ ადამიანებს ეს თანხა ქართულ ოცნებაში საქმიანობისთვის არ მიუღია და ამას კონტროლის პალატა ვერც დაამტკიცებს. კანონის შერჩევითობაზე დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენლები საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ამბობენ, რომ ისინი კონტროლის პალატის მიერ ბოლო დროს ჩატარებული მონიტორინგისა და მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივ შესწავლას გეგმავენ. კონტროლის პალატის მიერ მიღებული მორიგი უკანონო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების შესახებ უკანონოა იმის გამო, რომ მისი ქმედება უკანონოდ შეიძლება ჩათვლილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ფიზიკური პირები, ეს ადვოკატები, ეს სპეციალისტები და ეს თქვა პიარისტები გაუთანაბრდებოდნენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. აქედან გამომდინარე, ამ უკანონო გადაწყვეტილებით კონტროლის პალატას გამოუვიდა ისე, რომ ადვოკატები საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ესენი არიან პოლიტიკური პარტიები ან მათთან გათანაბრებული პირები. ერთის კონტროლის პალატა ამბობს, რომ პირმა განახორციელა პოლიტპარტიული აქტივისტების დაფინანსება, არაპარტიული, ვთქვათ, თვითონ ოცნების სახსრებიდან, არამედ პირადად. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს უნდა იყოს დასჯადი, თუმცა სხვა შემთხვევაში, როდესაც საუბარია იმაზე, რომ პირი იყენებს საკუთარი, ვთქვათ, ადვოკატის რესურსებს ან ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახეზე არ არის დარღვევის ნიშნები. ჩვენ დღეს ვაპირებთ უკვე დავიწყოთ კონტროლის პალატას, ვთქვათ, თითოეული ქმედების შესწავლა, ეს შენგეხებას ფარგლებში და გამოვიძიოთ, ვთქვათ, სხვადასხვა ფაქტი, რის საფუძველზე მოხდა, ვთქვათ, ამა თუ იმ აქტის გამოცემა და ასე შემდეგ.